მეგობრებო, მოგესალმებით. დაიწყო ჩვენი ლაივი თემაზე ივლისისთვის ფინანსური სიახლეები, ბიზნეს და პროფესიული საქმიანობის განვითარების ძირითადი ტენდენციები, ის ძირითადი სიახლეები და ის განვითარება, რომელიც გექნებათ ცხოვრების კონკრეტულად ამ სფეროში, ფინანსურ სფეროში, ივლისის თვეში. ვინც შემოხვედით და ესწრებით ლაივს, გამოხატეთ თქვენი უკავშირი, დამიწერეთ რამდენად გესმით ხმა თქვენი ჩართულობა, რომ დავინახოთ თუ შეიძლება, სანამ უკვე გადავიდოდე უშუალოდ ვარიანტების გაშლაზე. გვექნება 4 ვარიანტი. მე უკვე დაანონსებული მქონდა ამის შესახებ, დავაანონსე. ოთხი ვარიანტი გვექნება და შემდგომ უკვე ჩავშლით ამ ვარიანტებს. დეტალურად, რათა დავინახოთ თვის დინამიკა, თვის განვითარება. და შემდგომ, რა თქმა უნდა, თვის შეჯამება. ასე რომ, ვინც შემოხვალთ და გექნებათ ცოცხალი დასწრება ჩემს დღევანდელ ლაივზე, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოხატოთ თქვენი უკავშირი, დაწეროთ კომენტარებში. რამდენად გესმით ჩემი ხმა, რამდენად ხართ ჩართულები, ასე ვთქვათ, ამ პროცესში, გამოხატეთ თქვენი დასწრება, ხოლო მათთვის, ვინც არ ესწრება ლაივს, ეს ჩანაწერი შეინახება და, რა თქმა უნდა, თუ არ ვცდები Facebook-ის ალგორითმი ინახავს 1 თვის განმავლობაში ლაივის ჩანაწერს და შეგიძლიათ მოგვიანებითაც, ასე ვთქვათ, მოусმინოთ და შემდგომ გამოხატოთ თქვენი შთაბეჭდილებები, თუ კი რა თქმა უნდა გექნებათ ამის სურვილი. გვექნება 4 ვარიანტი ივლისის თვის პროგნოსტიკაზე, ფინანსებთან მიმართებაში, ფინანსურ ენერგიებთან მიმართებაში. გავააქტიუროთ ტაროს დასტა ცეცხლის სტიქით, რათა დაგვანახოს მან რეალური სურათები, დაგვანახოს რეალური განვითარება თქვენთვის, ვინც დაინტერესებულნი ხართ ამ თემატიკით და ვინც უყურებთ, ასე ვთქვათ, ლაივში, ან თუნდაც შემდგომ ჩანაწერს. 4 ვარიანტი გვექნება. ივლისის თვის სიგნიფიკატორი თქვენთვის, პირველი ვარიანტისთვის. ივლისის თვის სიგნიფიკატორი მეორე ვარიანტისთვის. ივლისის თვის სიგნიფიკატორი ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით მესამე ვარიანტისთვის და ივლისის თვის სიგნიფიკატორი მეოთხე ვარიანტისთვის ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით. იმედია კარგად ჩანს არკანები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მეოთხე ვარიანტი. აღნიშნული ვარიანტები, აღნიშნული არკანები უпростоრედ გამოხატავენ თვის ძირითად ენერგიებს, იმ ენერგიებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან, თქვენს ფინანსურ რესურსებთან, ზოგადად როგორი ენერგეტიკა, როგორი ენერგია ექნება ივლისის თვეს ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებით, თქვენს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ უკვე დამატებითი არკანებით ჩავშლით თემას, რათა მთლიანად დავინახოთ თვის დინამიკა და შემდგომ თვის, ასე ვთქვათ, შეჯამება ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით. იმედია გააკეთეთ უკვე თქვენი არჩევანი და მოდით ვნახოთ, რას გვიჩვენებს პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ივლისის თვის ფინანსური ენერგიები,
ივლისის თვის ზოგადი ენერგეტიკა თქვენს ფინანსურ, პროფესიულ თუ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. Როგორც თავადაც ხედავთ, ამ ვარიანტში, პირველ ვარიანტში თვის სიგნიფიკატორად ამოდის არკანი იმპერატორი, ეს არის უმაღლესი ძალაუფლების, მატერიაში გამოხატული ძალაუფლების, სტატუსის, ლიდერობის არკანი, შესაბამისად თქვენი ივლისის თვე ძირითადად დაკავშირებული იქნება ისეთ ფინანსურ ენერგიებს გულისხმობ, დაკავშირებული იქნება ისეთ საქმიანობასთან, ან ისეთი ენერგეტიკის მატარებელი იქნება, რომელიც საჭიროებს სისტემურ მიდგომას, სტრუქტურულ მიდგომას საკითხისადმი, შესაძლებელია თვის განმავლობაში დადგეს, ასე ვთქვათ, საჭიროება კონკრეტული ადამიანის, ვთქვათ, ხელმძღვანელის მხრიდან, გარკვეული მხარდაჭერის მიღება თქვენის მხრიდან, თქვენთვის, დაგჭირდეთ და მიიღოთ კიდევაც ასეთი დახმარება, ასეთი ძალაუფლების მქონე ადამიანისაგან, ან შესაძლებელია თავად თქვენი საქმიანობიდან, თქვენი პროფესიული თუ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, თვის განმავლობაში დადგეს საკითხი თქვენი დაწინაურების, ან თქვენთვის სტატუსის მომატების, ან გარკვეული პოზიციების შეცვლის, რაც მეტ ძალაუფლებას მოგიტანთ, მეტ სტაბილურობას მოგიტანთ და მეტ, ასე ვთქვათ, მეტ ძალასაც შესძენს თქვენს სიტყვას თუ თქვენს საქმიანობას. ყოველ შემთხვევაში თვის განმავლობაში პროცესები წარიმართება სტრუქტურულად, ძალიან სტაბილურად. აღნიშნული არკანი საუბრობს სტაბილურ ფინანსურ შემოსავლებზე, ან მხარდაჭერას, როგორც აღვნიშნე, ძლიერი პიროვნებისგან, თანამდებობის ან გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანისგან, ან ასევე შესაძლებელია აღნიშნული არკანი საუბრობდეს კონკრეტული მამაკაცისგან მხარდაჭერაზე, რომელსაც მიიღებთ თვის განმავლობაში. და მოდით ვნახოთ დინამიკაში თვის განვითარება, როგორ განვითარდება ივლისის თვე ფინანსურად თქვენთვის. თვე იქნება, როგორც აღვნიშნე, სტაბილური, გარკვეულ ჩარჩოებში, სისტემურ ჩარჩოებში მოქცეული, ყველაფერი თითქოს არის წინასწარ გაწერილი, დაბალანსებული, სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, აქ რაღაცა მოულოდნელობა, ისეთი თემების გაჟღერება, რომელსაც თქვენ არ ელოდებით და რომელიც თქვენთვის არის წინასწარ განუსაზღვრელი, ასეთ განვითარებას ჩვენ თვის განმავლობაში არ ვხედავთ, თითქოს ყველაფერი არის ძალიან სტაბილურად, სტრუქტურულ ჩარჩოებში, წინასწარ გაწერილი, დაბალანსებული, რაღაცა გარკვეული იერარქიით დალაგებული. თვის ივლისის თვის ფინანსური ენერგიების დინამიკა, პროფესიული თუ ბიზნეს საქმიანობის დინამიკა პირველი ვარიანტისთვის, მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება თვე. ივლისის თვის დინამიკა. კი ბატონო. აქ ნამდვილად ვხედავთ სტრუქტურულ განვითარებას ფინანსურ სფეროში. ჩანს დინამიური სვლა, ქმედება, აქტიურობა. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს როგორც პირდაპირ მოძრაობასთან, პირდაპირ გამოხატულ აქტივობასთან, მგზავრობასთან, ტრანსპორტირებასთან, რაღაცა ცეცხლოვან აქტიურ ქმედებებთან. თვის განმავლობაში კარგი იქნება, თუ იქნებით მაქსიმალურად აქტიური, ჩართული პროცესებში და მოქმედი, ანუ არ იქნებით რაღაცნაირად მოლოდინის რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში. აქ ტარო ასევე საუბრობს ისეთი თემების გააქტიურებაზე თქვენს ფინანსურ პროფესიულ საქმიანობის სფეროში, როგორიც არის სულიერება, სულიერი ავტორიტეტი, არსებობა მორალური და სამართლიანი
წესების წინ წამოწევა თქვენს საქმიანობაში და გარკვეული ინტუიციური უნარების ჩართვაც. ანუ ის რომ ვთქვათ, ადამიანი არის აქტიური, მოძრავი, მთელი თავისი ენერგეტიკით ჩართული აი ამ საქმეში, ხო, რაც მისი ფინანსური, უბრალოდ თქვენი ფინანსური შემოსავლების წყაროს წარმოადგენს, ეს თითქოს საკმარისი არ არის. რაღაცა უფრო მეტია საჭირო, მეტი ამ შემთხვევაში მეტობაში მოიაზრება თქვენი შინაგანი სიბრძნის გამოვლენა, ინტუიციურობის გამოვლენა და ამავდროულად მუდმივად ზრდა განვითარება. ანუ ივლისის თვეში შესაძლებელია გამოჩნდეს ისეთი ალტერნატივები, ისეთი ალტერნატიული ვარიანტები თქვენს ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობაში, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებზე ვსაუბრობ, ვისაც გამოუჩნდება ესეთი შემოთავაზება შეიძლება მიიღოთ სამსახურიდან, ან ზოგადად შეიძლება სხვა ვიღაცა ვთქვათ ავტორიტეტულმა ადამიანმა, ისეთმა განათლებულმა და გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანმა შემოგთავაზოთ გარკვეული სასწავლო კურსების გავლა ან რაღაცა თქვენი კვალიფიკაციის ამაღლება, რაღაცა ცოდნის დონის ამაღლების საკითხი შეიძლება დადგეს თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის, რამაც სერიოზულად დაგაფიქროთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება რაღაცა ისეთი ზედაპირული და ფუჭი და რაღაცა ისეთი უბრალოდ გადმოგდებული სიტყვა, ასე ვთქვათ, ეს იქნება რეალური და ნამდვილად ისეთი ადამიანისაგან, რომლის სიტყვას და რომლის, ასე ვთქვათ, შემოთავაზებას აქვს საკმაოდ დიდი ძალა და წონა. ყოველ შემთხვევაში თქვენთვის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის განვითარება ივლისის თვეში თქვენს ფინანსურ სფეროში მიდის გარკვეულ ჩარჩოებში, სტრუქტურის ფარგლებში, ნახეთ აქ არ ჩანს რაღაცა ვთქვათ ერთი ადამიანის მუშაობა. აქ ჩანს ისეთი ძალიან მაღალი არკანები ამოდის და შესაბამისად მაღალი ენერგიების ჩართულობა ამ პროცესში, თითქოს თქვენ რაღაცა დიდი სისტემის, დიდი სამსახურის სტრუქტურის ნაწილი ხართ, სადაც თქვენ როლს ასრულებთ, ხართ ძალიან აქტიური და ჩართული ამ პროცესებში და აი ეს სტრუქტურა, ეს სისტემა, ან ეს რაღაცა დიდი დაწესებულება, რომელიც თქვენი ფინანსური შემოსავლების წყაროს წარმოადგენს, თქვენგან მოითხოვს გარკვეული, ასე ვთქვათ, ცოდნის დონის, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარების ამაღლებას და შესაძლებელია დადგეს ეს საკითხი ივლისის თვეში, ასე ვთქვათ, თქვენთვის დღის წესრიგში და ეს არ იქნება ზედაპირული და რაღაცა ისეთი როგორც უკვე აღვნიშნე, უბრალოდ სიტყვისთვის ნათქვამი, ხო? ამ სიტყვას, ამ შემოთავაზებას ექნება შესაბამისი წონა. და თქვენი შინაგანი ინტუიციურობით, თქვენი შინაგანი განწყობებით მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად საჭიროებას წარმოადგენს და ნამდვილად გჭირდებათ. და მოდით ვნახოთ თვის შეჯამებაც, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ივლისის თვეზე. შეჯამება ივლისის თვის თქვენს ფინანსურ პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებაში. მოდით ვნახოთ, რას შეეჯამებთ. და ეს განვითარება ამთვის, ასე ვთქვათ, და ის ყველაფერი, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, თქვენს სტატუსს აამაღლებს, თქვენ გაცილებით უფრო ძლიერი გახდებით, ვიდრე იყავით აქამდე. ან შესაძლებელია თქვენი შინაგანი წონა, თქვენი შინაგანი პოტენციალი უფრო უკეთ გამოავლინოთ, ვიდრე ავლენდით აქამდე. შესაძლებელია ამ პროცესში თუ გამოიჩენთ ისეთ ჩართულობას და ისეთ აქტიურობას, როგორზეც მე ახლა ვისაუბრე, ამან
ამ პროცესმა გაგიწიოთ ერთგვარი დახმარება და წაგწიოთ წინ თქვენს სამსახურებრივ პროფესიულ საქმიანობის სფეროში, რაღაცა ვთქვათ, ერთი საფეხურით მაღლა აიწიოთ, ვიდრე ხართ დღის მდგომარეობით და ამ ყველაფერში თქვენ დაგეხმარებათ სწორი კომუნიკაცია, სწორი ურთიერთობები იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენთვის უნდა კარგი, ვინც ხედავს თქვენში ნამდვილ პოტენციალს, იმ უნარებსა და იმ ცოდნას, რომელიც ნამდვილად გაგაჩნიათ და ამავდროულად შესაძლებელია თვის ბოლოსკენ უკვე დადგეს კონკურენციის თემატიკა, რაღაცა ისეთ თემებში წარმოჩინდეთ და ისე განვითარდეს თქვენი ეს საქმიანობის სფერო და თქვენი ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, ცხოვრების სფერო ისე განვითარდეს, რომ რაღაცა კონკურენციის, ასე ვთქვათ, თემაც დადგეს, თქვენი ადგილი შესაძლებელია მოინდომოს სხვამ და ამისთვის თქვენ ბრძოლა მოგიწიოთ. შესაძლებელია ეს იყოს არაერთი ადამიანი, არამედ ეს იყოს გარკვეული ჯგუფი ადამიანების, ან რამდენიმე ადამიანი იყოს ამ ყველაფერში ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ გაცილებით მაღლად გახართ, თქვენი პროფესიული უნარებით, თქვენი შინაგანი ძალით, პოტენციალით, ცოდნით, შესაბამისად ეს ბრძანდებით თქვენ მაღლად გახართ, ხოლო გარშემო თითქოს რაღაცა გახვევიან ისეთი მოშურნეები, ავის მსურველები, რომლებსაც სურთ თქვენი ადგილის დაკავება, მაგრამ თქვენ ამ კონკურენციაში საბოლოოდ მაინც გამარჯვებული ბრძანდებით. და ეს გამარჯვება შესაძლებელია დიდწილად სწორედ დაკავშირებული იყოს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს გარკვეული სტატუსი, გარკვეული პოზიციები, მაღალი პოზიციები თქვენს იმ სტრუქტურაში, იმ სისტემურ დაწესებულებაში, სადაც მუშაობთ, ან თუნდაც იმ თქვენს რაღაცა ბიზნეს სფეროში, სადაც დაკავებული ბრძანდებით, შესაბამისად თვეს შეაჯამებთ როგორც წარმატებულს, როგორც რაღაცა გამარჯვებასთან დაკავშირებულს. ყოველ შემთხვევაში ტაროში ასე ჩანს თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის. დამიწერეთ თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები, ჩემო მეგობრებო, ვინ შემოსული ბრძანდებით ლაივში. თუ შეიძლება დამიწერეთ კომენტარებში თქვენი უკავშირი. სანამ ტაროს ავურევდე, მანამდე გავაჟღერებ პირად კონსულტაციებთან დაკავშირებულ თემას, ვისაც ჩემთან გსურთ პირადი სეანსის, ასე ვთქვათ, პირად სეანსში მონაწილეობის მიღება, პირადი კონსულტაციის გავლა, ან ასევე გსურთ პირადი ბედის მატრიცის რუკის შედგენა, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, მესენჯერში, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. პირადი კონსულტაციები ჩემთან ტარდება ონლაინ მესენჯერში აუდიო კოლით, ხოლო რაც შეეხება ბედის მატრიცის ანალიზს, ასეთ კონსულტაციაზე ჩაწერიდან ერთ კვირაში, იგი მოგეწოდებათ წერილობითი ფორმატით, PDF ფორმატით მესენჯერში და ასევე ერთ საათიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც დეტალურად ვხსნი ბედის მატრიცის თითეული კარმული კოდის მნიშვნელობებს და მათ ურთიერთკავშირებს ერთმანეთთან. ეს რაც შეეხებოდა პირად კონსულტაციებს და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის ფინანსურ პროფესიულ ენერგიებში, ივლისისთვის ენერგიებში ჩვენ ვხედავთ აქ ჯგუფს, ადამიანთა ჯგუფს, შესაბამისად თქვენთვის ფინანსური სფერო თქვენი ცხოვრების ივლისის თვეში წარიმართება საკმაოდ ისეთ გუნდურ რეჟიმში, შესაძლებელია თქვენ იმუშაოთ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად, სადაც ეს არ არის მხოლოდ სამუშაო, მხოლოდ სამსახური ფინანსების მოზიდვისთვის, რაღაცა მხოლოდ რაღაცა რუტინული, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა, ეს არის რაღაცა ისეთი პოზიტიური ერთობა ადამიანების, სადაც ადამიანები არა მხოლოდ მუშაობენ, არამედ რაღაცა ემოციურადაც კარგად გრძნობენ ერთმანეთთან თავს. შეიძლება ეს იყოს რაღაცა მეგობრული ატმოსფერო ძალიან სამსახურში, ან თქვენ სამეგობრო
წრესთან, მეგობრებთან ერთად და მეგობართან ერთად გქონდეთ რაღაცა თქვენი საერთო საქმე, რაღაცა თქვენი პატარა ბიზნესი ან თქვენი რაღაცა საქმიანობის სფერო, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობდეთ, ხომ, ემოციურადაც, არა მხოლოდ საქმის მხრივ, არამედ ემოციურადაც. შეიძლება ეს იყოს შემოქმედებითი საქმიანობა, რაღაცა შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სადაც არაერთი ადამიანი არის დაკავებული, არამედ რამდენიმე ადამიანის ერთობას ხედავთ ჩვენ აქ მეორე ვარიანტში და მოდით ნახოთ ივლისის თვის, ასე ვთქვათ, დინამიკაში განვითარება ფინანსებთან მიმართებაში მეორე ვარიანტისთვის. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური ენერგიები ივლისში მეორე ვარიანტისთვის? და შეჯამება თვის, ასე ვთქვათ, ივლისისთვის. შეჯამება ფინანსურ ენერგიებთან და კავშირებით. მეორე ვარიანტისთვის, როგორ ასე ვთქვათ, პოზიტიურადაც დაიწყო, ასე ვთქვათ, გაშლა, ყოველ შემთხვევაში თვის ენერგიებში ამოვიდა საკმაოდ ისეთი პოზიტიური არკანი, ასეთივე პოზიტიურ განვითარებას ვერ ვიტყოდი, ვთქვათ, სამომავლოდაც, ანუ თვის განმავლობაში. აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს და მართლაც აქ არაერთი ადამიანი არის დასაქმებული ამ სფეროში, ყოველ შემთხვევაში ერთი ადამიანის მუშაობას მე აქ ვერ ვხედავ, ვხედავ ადამიანთა ერთობას და გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციებს ამ ადამიანებს შორის, ხო? შესაძლებელია რაღაცა თვის განმავლობაში მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის თქვენს ფინანსურ პროფესიულ საქმიანობაში იმ სფეროში, რომელსაც მოაქვს თქვენთვის, ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსები, მოხდეს რაღაცა, ვთქვათ, კონფლიქტი, შეკამათება, მოგიწიოთ რაღაცა სიტყვიერი დაპირისპირება ადამიანებთან, ადამიანთა ჯგუფთან, ან რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან და ეს დაკავშირებული იყოს რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებასთან და არჩევანის თემატიკასთან, ამან შესაძლებელია გარკვეულ კონფლიქტამდე მივიყვანოთ. რაღაცა გარკვეული დროის შემდგომ, აი ამ კონფლიქტის შემდგომ შესაძლებელია თავი გამარჯვებულადაც იგრძნოთ. და ჩათვალოთ, რომ ყველაფერმა, ვთქვათ, ჩაიარა, ან თქვენ მოიგეთ ამ კამათში, ან თქვენი პოზიცია უფრო მყარი იყო, უფრო ძლიერი არგუმენტები ჰქონდათ რაღაცა კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, მაგრამ მაინც საბოლოოდ რაღაცა კონკრეტული არჩევანის წინაშე დგებით თვის განმავლობაში, შესაძლებელია ეს იყოს დარჩენასა და წასვლას შორის, ანუ ისევ ამ კოლექტივში, ამ ადამიანებთან ერთად არჩევით და აგრძელებთ მუშაობას, თუ ვთქვათ, იცვლით სამსახურს, ან იცვლით რაღაცა, შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც სამსახურის შეცვლა, მაგრამ იყოს, ვთქვათ, განყოფილების შეცვლა, ან სხვა განყოფილებაში გადასვლა, ან შეიძლება იმავე საქმეში დარჩეთ, მაგრამ თქვენ ცალკე გააკეთოთ თქვენთვის რაღაცა კონკრეტული თქვენი ბიზნესი, ხო? შესაბამისად, ასეთი არჩევანის თემატიკა აუცილებლად გაჟღერდება მეორე ვარიანტისთვის, ივლისისთვის განმავლობაში, იმიტომ რომ აქ ისევ ამოდის კონკურენციის თემა, ისევ თითქოს ეს კამათი, ეს კონფლიქტი თითქოს ჩაცხრება რაღაცა პერიოდის შემდგომ და თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩანს აქ კონკურენციის თემატიკა და ჩანს, რომ რაღაცა ვიღაცას თვალში არ მოსდიხართ და ვიღაცას სურს თქვენი ადგილის დაკავება, ვიღაცა მუდმივად გეპაექრებათ, ხო? და ეს კინკლაობა, ეს პაექრობა, ეს მუდმივად რაღაცა იმ მზადყოფნის მდგომარეობაში ყოფნა სულ სამსახურის პროცესში, ხო, ან მუშაობის პროცესში არის საკმაოდ რთული და დამღლელი. შესაბამისად, თვის განმავლობაში შესაძლებელია თქვენ მიხვდეთ, რომ რაღაც უკვე ამოწურეთ, აი ამ კონკრეტულ კოლექტივში, ამ კონკრეტულ სამსახურში, რაღაცა თქვენთვის დასრულდა, შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც სასიამოვნო და გარკვეულ დანაკარგის განცდა შეიძლება გაგიჩინოთ ამ ყველაფერმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ თქვენ
აქ ამ არსებულ ვითარებაში დარჩებით და გადაწყვეტთ, რომ აქ უნდა გააგრძელოთ ისევ ამ კონკრეტულ კოლექტივში და სამსახურში საქმიანობა, ან ისევ იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებთ, ეს თქვენთვის იქნება ძალიან დამღლელი, გამომფიტველი და მოგიწევთ 10-10 გაიჭრათ, ასე ვთქვათ, თქვენი პასუხისმგებლობები, თქვენი ფუნქციები დამძიმდება, ან იმ ემოციური დაძაბულობის ფონზე, რომელიც არის ამ სამსახურში თქვენთვის, თქვენი სამსახურებრივი პასუხისმგებლობების შესრულება ხარისხიანად და დროულად გაგირთულდებათ, გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ აქ უკვე თქვენი ენერგია წავა არა მხოლოდ იმაზე, რომ თქვენი მუშაობა, თქვენი საქმიანობა იყოს ხარისხიანი, არამედ იმაზეც, რომ მოიგერიოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულნი არიან თქვენთან მიმართებაში და ერთი სული აქვთ, როდის დაუშვებთ შეცდომას, რომ მე რაღაცა ვთქვათ იქ ზურგს უკან რაღაცა ინტრიგები, ასე ვთქვათ, ხლართონ თქვენს წინააღმდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ივლისის თვეში მეორე ვარიანტისთვის შესაძლებელია დადგეს რაღაცა გარდამტეხი მომენტი, ისეთი მომენტი, რომელიც დაგაფიქრებთ, რომ ღირს კი იმ საქმის კეთება, რომელსაც აკეთებთ, ხართ კი იმ ადგილზე და იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც არიან თქვენი ფასეულობების მატარებლები, იმსახურებენ თქვენს გვერდით ყოფნას, სათანადოდ გაფასებენ, სათანადოდ გცემენ პატივს, თუ საჭიროა ამ ყველაფრის გადახედვა და რაღაცა ახლის დაწყება, შეიძლება იყოს ახალი საქმიანობა, შეიძლება იყოს ახალი სამსახური, ახალი კოლექტივი, ახალი სამეგობრო წრე, ახალი ურთიერთობები, ახალი ადამიანები, ახალი გარემოცვა, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული თქვენი როგორც პროფესიული უნარები, თქვენი პიროვნული ღირსებები და ზოგადად თქვენი, ასე ვთქვათ, სახასიათო შტრიხებით, თქვენი პოტენციალებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ივლისის თვეში ეს ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთება და ალბათ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი ამ ყველაფერზე აუცილებლად დაფიქრდებით და უკვე შემდგომ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ. მეგობრებო, ვინც შემოსული ბრძანდებით, დამიწერეთ თქვენი კომენტარები. დამიწერეთ თქვენი კომენტარები. აქ მიჩვენებს, რომ ნათია აბრამიშვილი გვეკითხება, შეკითხვების დასმა არ იქნებაო? ეს შეკითხვების დასმა და ასე ვთქვათ ინდივიდუალური კითხვა-პასუხის რეჟიმში მე ამ შემთხვევაში ლაივი არ მაქვს გაკეთებული, ლაივი გაკეთებულია ვარიანტებად და უკვე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი და ამ არჩეული ვარიანტის შესაბამისად მიიღოთ ეს პროგნოზი, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოვა თქვენთან ახლოს, ან არ მიიღოთ, თუ კი იგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ და მე საკმაოდ დეტალურად ვსაუბრობ, თუ არ მოვა თქვენთან ახლოს და არ მიგენიშნებათ, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ეს ვარიანტი ამ შემთხვევაში თქვენთვის განკუთვნილი არ არის. ასე რომ, რაც შეეხება ინდივიდუალურ კითხვა-პასუხს, ეს ინდივიდუალური კითხვა-პასუხი ჩემთან ხდება უკვე პირადი სეანსის ფორმატში, ანუ პირადი კონსულტაციის ფორმატში ჩემო მეგობრებო. და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. სიგნიფიკატორი მესამე ვარიანტის. მესამე ვარიანტში შემიძლია ასეთი რამ ვთქვა, რომ გარკვეული ფინანსური სირთულეები შესაძლოა დადგეს თქვენი, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობის წინაშე. შესაძლებელია ეს იყოს ისეთი თემების ამოტივტივება ივლისის თვეში, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო
ჭყალებში მიძინებული თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს იყოს ვალები, ეს იყოს რაღაცა ძველი ფინანსური ვალდებულებები, რომლებსაც აქამდე არ ითხოვდნენ თქვენგან, ან შესაძლებელია ეს იყოს ისეთი ფინანსური კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ან თქვენთან, თქვენ საქმიანობასთან, ან შესაძლებელია ეს იყოს ეს გამომდინარეობდეს, ასე ვთქვათ, პარტნიორობიდან, ანუ ეს კრიზისი, ეს რაღაცა გარკვეული ფინანსური სირთულეები მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში თქვენმა პარტნიორმა ივლისის თვეში. მოდით ახლა მე დავამატებ არკანებს და ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს სირთულეები, საიდან მოდის და ზოგადად დავაკონკრეტოთ ხომ? ივლისისთვის დინამიკა ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით, ბიზნეს, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ივლისის თვეში მესამე ვარიანტისთვის. განვითარება. და მოდით ვნახოთ ივლისის დინამიკა, შეჯამება ივლისისთვის მესამე ვარიანტი. ეხლა რაც ინტუიციურად პირველი რაც მომივიდა თავში, ასე ვთქვათ, აზრების სახით, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ შეეხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც აირჩია მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. აქ ეს ფინანსური სირთულეები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ერთი იმ ადამიანებიდან გამომდინარე, იმ ადამიანებს უკავშირდებოდეს, ვინც არიან თქვენი ოჯახის წევრები და ვინც, ასე ვთქვათ, გარკვეულ რთულ ფაზას გადიან ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან, ანუ არიან თქვენზე დამოკიდებულნი, თქვენ ხართ მისი მეურვე, მისი, ასე ვთქვათ, პატრონაჟს, ასე ვთქვათ, უწევთ თქვენ. ეს შეიძლება იყვნენ ხანდაზმული ოჯახის წევრები, ვინც გარკვეული ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არის თქვენზე დამოკიდებული. ასევე შესაძლებელია აქ იყოს ისეთი მოცემულობაც, როდესაც თქვენი ოჯახის, ასე ვთქვათ, რომელიმე წევრი ან თქვენს გარემოცვაში არსებული ახლო ადამიანი, ვისთანაც ემოციური ბმა გაქვთ, ვისთანაც ემოციური კავშირი გაქვთ, ეს ადამიანი იყოს გარკვეულად დამოკიდებული გარკვეულ ტოქსიკურ საშუალებებზე, ტოქსიკური ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე და შესაბამისად ეს თქვენს ფინანსურ და ზოგადად სოციალურ აქტივობას ძალიან უშლიდეს ხელს და აბრკოლებდეს. ასევე რიგი ადამიანების შემთხვევაში, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, აქ შესაძლებელია გქონდეს ისეთი მოცემულობა, როდესაც რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი, ცხოვრებისეული ნაბიჯი გადადგით წარსულში და ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყო ფინანსურ გათვლებთან, ფინანსურ მოგებასთან და ინტერესებთან, რაღაცა იდეაში ან რაღაცა კონკრეტულ მიზანში ჩადეთ ინვესტირება თქვენი რესურსების, თქვენი თუნდაც ფულის მოახდინეთ ინვესტირება და ამ ნაბიჯმა არ გაამართლა და ეს აღმოჩნდა ილუზორული მცდარი სვლა, მაგრამ მცდარი სვლა მე ვფიქრობ აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ შესაძლებელია აი ამ ნაბიჯმა
თქვენ და ამ ინვესტიციამ მოგიტანათ სხვა სახის ინვესტიცია, სხვა სახის მოგება. ეს სხვა სახის მოგება ეს არის უფრო მეტწილად ვთქვათ, სულიერი გაცნობიერება მოგიტანათ. ახლა ძალიან შორს წავედი მე თემისგან და ძალიან დეტალებში შევდივარ და ზოგადად საჯარო გაშლის ფორმატი უფრო საზოგადო და ზოგადი მოცემულობებით არის ხოლმე დატვირთული, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვითვალისწინებთ ტაროლოგები, პრაქტიკოსები ვითვალისწინებთ, რომ ეს ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ვარიანტებს ირჩევს არაერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ მე ვთქვი და დავაკონკრეტე, რომ ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს სცენარი შეიძლება გადათამაშდეს რამდენიმე ვარიანტად, ხომ? ერთი ის, რასაც უკვე ვისაუბრე, ავადმყოფობა, ვთქვათ, და ფიზიკური, ვთქვათ, ავადობის მდგომარეობაში ყოფნა. მეორე ეს არის ტოქსიკურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანის ყოლა თქვენს გარემოცვაში. მესამე კი ეს არის შესაძლებელი იყოს ცდარი ნაბიჯი, ცდარი ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ გამართლებული სულიერების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ არკან განდეგილს, არკან თვარესთან ერთად, ეს არის ძალიან საინტერესო მოცემულობა. ამიტომ ვინც ახლა თქვენ ესეთ ფინანსურ კრიზისში იმყოფებით, ან გარკვეული კრიზისი შეიძლება ძალიან ისე გადაჭარბებულად ჟღერდეს, გარკვეულ სირთულეებს გადიხართ, ხო, ფინანსურ სფეროში. მე შემიძლია ესეთი რამ გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება ამ ნაბიჯმა, ამ სვლამ, ამ მიზანმა, ან რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, შეიძლება არ მოგიტანათ ფინანსური ესე პირდაპირი მოგება და რაღაცა ვერ გამდიდრდით, ხო? მაგრამ სამაგეროდ მოგიტანათ ძალიან დიდი სულიერი გამოცდილება, სიბრძნე, ცოდნა, რომელსაც თქვენ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ეტაპობრივად გააცნობიერებთ. ეს ნელ-ნელა ამოვა თქვენი, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერიდან ამოტივტივდება ეს ყველაფერი, როდესაც ყველაფერი დაალაგდება, როდესაც ეს სირთულე გაივლის. თქვენ ამას ნელ-ნელა გააცნობიერებთ. ის ცოდნა, ის სიბრძნე, ის გამოცდილება, ის რაღაცა განსაკუთრებული რამ, რაც ეს ყოველდღიურად არ გვეძლევა ადამიანებს და რაც თქვენ ეს მოგეცათ, აი ესეთ ტრანსფორმაციას განიცდის და ნელ-ნელა ყველაფერი, როდესაც დაალაგდება, თქვენ გააცნობიერებთ, რომ იმაზე მაღლად გახართ ბევრად, ვიდრე იდექით აი ამ კრიზისის, ამ სირთულეების გადალახვამდე. თვის ბოლოსკენ უფრო ვითარება თითქოს იცვლება, უფრო დინამიური ხდება, თითქოს ნელ-ნელა გამოდიხართ აი ამ სირთულეებიდან და რაღაცა კონკრეტული მიზანი და გზაც ჩნდება, რომელმაც შესაბამისად უნდა გაგიყვანოთ რაღაცა სხვა, უფრო სუფთა წყლებში, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო სუფთა დაწმენდილ ვითარებაში, ვიდრე ეს დაიწყო, ასე ვთქვათ, გაშლა თავიდან, ხომ, ვიდრე დაიწყო თვე, ზოგადად დაიწყება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ივლისზე. მიზანი გაჩნდება თვის ბოლოსკენ, რაღაცა აქტივობაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა ახალი ჩნდება, ახალი უფრო იმედის მომცემი, უფრო ნათელი, ვიდრე იყო ვთქვათ თვის დასაწყისში და თვის დინამიკაში, შესაბამისად უკვე ეს ყველაფერი, როგორ განვითარდება მომავალში, ეს გამოჩნდება უკვე უფრო შორეულ პერსპექტივაში, უფრო შორეულ მომავალში. აი ესეთი გახლდათ მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. გამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ იქნება თქვენი აქტივობა, თქვენი ჩართულობა და დავინახავ, რომ ეს ფორმატი ჩემს აქტიურ ფოლოვერებს, მსმენელებს მოგწონთ და ასე ვთქვათ, საინტერესოა თქვენთვის, მე ყოველთვიურად პერმანენტულად მექნება ხოლმე ყოველი თვის ბოლოს ესეთი ლაივები. დროთა განმავლობაში ეს ლაივები უფრო გამრავალფეროვნება, სხვადასხვა თემატიკებსაც შემოვიდნენ, ასე რომ თქვენი ჩართულობა ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ვიგრძნო, რომ ნამდვილად საჭირო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებ და რაღაცა საკუთარ თავს ავუშვი აქ ტაროს და რაღაცა საკუთარ თავს არ ვესაუბრები, ხო?
ისე არ გამოვიდეს, რომ საკუთარ თავს ვესაუბრები. და დაგვრჩა ბოლო მეოთხე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით, რაღაცა განსხვავებული, უნიკალური, საინტერესო განვითარება გვიჩვენა მესამე ვარიანტმა. ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, თუ მოვიდა ეს თქვენთან ახლოს, დამიკომენტარეთ, დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ზოგადად ისეთი არკანები ამოვიდა მესამე ვარიანტში, რომელიც ერთ თვეზე ცოტა მათი დანახვა ცოტა რთულია და ერთ თვეში ზოგადად მათი გავლენის განთავისუფლება ან მათი ენერგიების გატარება საკუთარ თავში და გაცნობიერებების მიღება, მათგან ეს საკმაოდ რთული თემაა. არის ისეთი მოცემულობებიც, როდესაც თითოეული არკანის ენერგიის გავლას ადამიანი ერთი თვე კი არა, ვთქვათ 2 და 3 წელიც ანდომებს, ხო? და მოდით ვნახოთ ბოლო მეოთხე ვარიანტი, ფინანსური ენერგიები. მშვენიერი არკანი ამოვიდა მეოთხე ვარიანტისთვის, ეს არის ცეცხლოვანი კვერთხების ტუზი, ეს არის შემოქმედებითი ცეცხლი, შემოქმედებითი ენერგია. თვე თქვენთვის, ვინც აირჩიეთ მეოთხე ვარიანტი, იქნება საკმაოდ დინამიური, ცეცხლოვანი, აქტიური, იდეებით, მიზნებით, გეგმებით დატვირთული და არა მარტო დატვირთული, არამედ თქვენში იქნება იგიზგიზებს ის ცეცხლი, ის ენთუზიაზმი, რომელიც როგორც წესი სჭირდება საქმეს იმისთვის, რომ ის საქმე იყოს წარმატებული და იმ საქმემ მოუტანოს ადამიანს ფინანსური შემოსავლები, ხო? თვე იქნება ძალიან აქტიური, ოპტიმისტური, თქვენ თავად გექნებათ ოპტიმისტური განწყობა. ან თქვენს გარშემო შეიძლება შემოიკრიბონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ოპტიმისტურად იქნებიან განწყობილები თქვენი ჩანაფიქრების, თქვენი საქმიანობის მიმართ, ან თუ უკვე რაღაცა ახალი არ არის ეს და ეს არის უკვე მიმდინარე საქმიანობა, მაშინ ეს თვე იქნება ძალიან აქტიური, რაღაცა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, გზასთან, გადაადგილებასთან, ტრანსპორტირებასთან, დიდ მოძრაობასთან, რაღაცა აქტიურობასთან, რომელიც საჭიროებს მაქსიმალურ ჩართულობას თქვენი მხრიდან და მოდით ვნახოთ განვითარება მეოთხე ვარიანტისთვის. ფინანსური და პროფესიული საქმიანობისაო არკანი ძალა ამოდის. შეჯამება ვნახოთ თვის, თქვენთვის მშვენიერია. მართლაც თვე იქნება ძალიან აქტიური, ძალიან დატვირთული და თქვენი ფიზიკური ჩართულობა ამ შემთხვევაში იქნება ძალიან საჭირო იმისთვის, რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ. შესაძლებელია მოგიწიოთ ისეთ სიტუაციებში გავლამ, ან ისეთ რაღაცა კომუნიკაციებში ყოფნამ თვის განმავლობაში, ისეთ საქმიან კომუნიკაციებში ყოფნამ, როდესაც მაქსიმალურად დაგჭირდეთ თქვენი დიპლომატიური უნარების, ლავირების უნარის გამოვლენა, პირდაპირ ხისტად, ასე ვთქვათ, ხისტი ნაბიჯების გაკეთება, გადადგმა და რაღაცა ისეთ ატაკაზე გადასვლა. თქვენ საქმიან ბიზნეს ურთიერთობებში ამ შემთხვევაში იქნებოდა მცდარი ნაბიჯი, იმიტომ რომ თქვენ შესაძლებელია ისეთ კონკურენტებთან მოგიწიოთ, ან ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც აი ამ თქვენს, ასე ვთქვათ, ხისტ ნაბიჯებს ვერ მიიღებენ სწორად და შესაბამისად გაჩნდეს აქ უკვე პრობლემები, რაღაცა სამართლებრივი პრობლემები, იურიდიული პრობლემები, რაღაცა კამათის თემამ წამოიციოს წინა პლანზე. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად იყოთ ცივი გონებით, ლოგიკური გონებით იმოქმედოთ, იმუშაოთ, იყოთ ბალანსირებული, იყოთ სამართლიანი და რაც მთავარია,
თქვენი მთელი საქმიანობა, თქვენი მთელი ფინანსური სფერო, ასე ვთქვათ, ცხოვრების სფერო იყოს კანონზე დაფუძნებული, მორალზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, დასაბუთებული, დოკუმენტურად გასწორებული ყველა დეტალი და სამართლიანობაზე აგებული, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვხედავთ არკან სამართლიანობას. ასევე შესაძლებელია გარკვეული ტაიმაუტის აღება მოგიწიოთ ლოდინი გარკვეულ წინადადებასთან ან შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ან შესაძლებელია საბუთების გაფორმებამ რაღაცა კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხის მიღებამ. ეს ბიუროკრატიული მომენტები შეიძლება დადგეს თქვენს დღის წესრიგში ივლისის თვეში, შესაბამისად აი ამ ყველაფერმა წაიღოს გარკვეული დრო და დაგჭირდეთ მოთმინება, თუმცა ჩანს რომ პასუხები იქნება დადებითი, რომელსაც თქვენ ძალიან ისე ემოციურად სავსე და თქვენს კომფორტის ზონაში, თქვენს ოჯახის წევრებთან ან თქვენ სამეგობრო წრეში აღნიშნავთ ამ ყველაფერს, შესაძლებელია მცირედი, ასე ვთქვათ, ემოციური სტრესი განიცადოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და წაიღოს ემოციები ამ ლოდინის პროცესმა თუნდაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ რაღაცა ახალს აუცილებლად ჩაუყრით საფუძველს, რაღაცა ფინანსური მოგებაც ჩანს აქ. ანუ ის იდეა, ის მიზნები, ის ნაბიჯები, რომლითაც იწყება ეს ვარიანტი, მეოთხე ვარიანტი და ის შინაგანი ცეცხლი, რომელსაც ავლენთ მთელი თვის დინამიკაში, თუ ამ ყველაფერს გარკვეულ ჩარჩოს, სტრუქტურას და ფორმას მისცემთ, ფორმას, რომელსაც მოითხოვს ოფიციალური ორგანოები, მოითხოვს სახელმწიფო, მოითხოვს ზოგადად სამართლიანობა, კანონი და დადგენილი წესები, თუ აი ამ წესებს დაემორჩილებით, შესაბამისად თქვენ აუცილებლად მიიღებთ დადებით პასუხებს თქვენს აი ამ იდეებსა და მიზნებზე და შესაბამისი ფინანსური შესაძლებელი არც თუ ისე დიდი, მაგრამ გარკვეული ფინანსური სარგებელი და რაღაცა მოგებასავით გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, თვის ბოლოსკენ უკვე. გარდა ამისა, არის ესეთი იმოცემულობაც, რომ შესაძლებელია თქვენ რაღაცა ახალს ჩაუყაროთ საფუძველი და ეს ახალი დაკავშირებული იყოს რაღაცა ისეთ საქმიანობასთან, რომელიც მოითხოვს რაღაცის სწავლასაც, შესწავლასაც, შესაძლებელია მეოთხე ვარიანტში ჩვენ ვხედავდეთ ადამიანებს, რომლებიც არიან რაღაცა დამწყებები თავის სფეროში და აი ამ იდეების გენერირებამ, განხორციელებამ და ხორცშესხმამ მოგიტანოთ როგორც რაღაცა ვთქვათ, არა ბენეფიტი, როგორც ასეთი ფულადი რესურსი, არამედ რაღაცა კონკრეტული ცოდნა, რომელსაც შემდგომ გამოიყენებთ უკვე უფრო შორეულ სამომავლო პერსპექტივაში, გამოიყენებთ როგორც თქვენს საქმიანობას, როგორც თქვენს შემოსავლის წყაროს, რომელიც ნამდვილად მოგიტანთ ფინანსურ წყაროებსა და რესურსებს. აი ესეთი განხილდათ მეოთხე ვარიანტი. ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, გამოხატეთ თქვენი უკავშირი, რამდენად მოვიდა ეს ყველაფერი თქვენთან ახლოს, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რამდენად თქვენია, რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ხართ ჩართულები და უყურებთ ამ ლაივს და ასევე მივმართავ სამომავლოდ მათაც, ვინც უყურებს ჩანაწერს. დასრულდა ჩვენი ლაივი. ჩანაწერი შეინახება, როგორც უკვე ვთქვი, და ერთი თვის მანძილზე იქნება აქტიური. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.